Aston Villa მეგასენსაციიდან ერთ ნაბიჯში იყო. პირველ თამაშში 1-3 წაგების და საფასუხო დაპირისპირებაში 0-2 ჩამორჩენის შემდეგ ინგლისელებმა ფრანგები კინაღამ დამატებით დროში შეათრიეს. საბოლოო ჯამში Aston Villam ერთ კონკრეტულ თამაშში დააკამბექა, მაგრამ ნახევარფინალში მაინც კვარას გუნდი გავიდა. დასაწყისი PSG-ს შთამბეჭდავი ჰქონდა. ფლანგის მცველებმა ნახევარ საათში 2 გოლი შექმნეს. პირველი გოლის ეპიზოდში მენდეშმა შეტევა ამოქოქა. ჰაკიმი კი ფლანგის მცველის ზურგს უკნიდან გაიხსნა, საჯარიმოში მეორე ტემპით შევარდა და გოლი გაიტანა. მეორე გოლზე მენდეში და ჰაკიმი ცენტრალურ დერეფნებში შეიჭრნენ. ჰაკიმი ზონა 14 ჰორიზონტალური დრიბლინგის ან პასისთვის გახსნა. ნუნუ კი დროულად შეჩერდა და ცენტრალურ მცველს მოშორდა. შედეგად ბურთის მისაღებად და დასარტყმელად საკმარისი დრო მიიღო. შემდეგ კი Aston Villas კამბექიც დაიწყო. იური ტილემანსმა, ჯონ მაგგინმა და ეზრი კონსამ 25 წუთში 3 გოლი გაიტანეს და ლუის ენრიკეს გუნდს კატასტროფამდე ერთი ნაბიჯი აშორებდა. დარჩენილ დროში PSG დონარუმამ გადაარჩინა, რომელმაც ტილემანსის და ასენსიოს დარტყმები მოიგერია. ამ პერიოდში PSG თავს საშინლად იცავდა და ეს თამაშის მთავარი ასპექტია. ლუის ენრიკეს გუნდი ჯამში 5-1 დაწინაურების შემდეგ მოდუნდა. თამაშის ერთ-ერთი სიმბოლო არის დონარუმა, რომელიც თანაგუნდელებს უღრიალებდა. ამავდროულად ტაქტიკურად გუნდი კომპაქტურობას ვერ ინარჩუნებდა. თავდამსხმელები ყოველთვის მაღლა რჩებოდნენ, მცველები ღრმა დაცვაში და ცენტრში იყო დიდი სივრცე. კონტრპრესინგი, ანუ პრესინგი ბურთის დაკარგვისთანავე საერთოდ არ მუშაობდა. ინდივიდუალურ დონეზეც PSG-ს ფეხბურთელებს სუსტი თამაში ჰქონდათ. მარკინიოს არ იყო სისხარტე დაცვაში და არადამაჯერებლად გამოიყურებოდა ბურთით თამაშის დროსაც. ნახევარმცველები ვერ ასწრებდნენ Aston Villas სწრაფ კონტრშეტევებზე რეაგირებას. ნუნუ მენდეშიც სტაბილურად ცდებოდა. უნაი ემერი კი იდეალურად იყენებდა პარიზელთა პრობლემებს. ფლანგის მცველები შეტევებში აქტიურად ერთვებოდნენ, ხოლო შემტევები თავს ცენტრალურ ზონაში იყრიდნენ და ხაზებს შორის რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ, სადაც კომპაქტურობის არარსებობის გამო ჯოჯოხეთი ხდებოდა. თუმცა უნაი ემერის გუნდმა მეტი გოლის გატანა ვერ მოახერხა. მარკუს რეშფორდის გასვლის შემდეგ კი სიმწოვე შეტევაში აშკარად დაკარგა. ამ პერიოდში დარტყმების შეფარდება 7-2-ზე იყო პარიზელთა სასარგებლოდ. ნებისმიერ შემთხვევაში ვილანების შექებას იმსახურებენ. ემერიმ მოახერხა და ძლიერი მეტოქე ჩვეული რიტმიდან ამოაგდო. იგი ქაოტურ, არასასურველ სცენარში შეათრია. ცოტამ თუ შეძლო PSG-ს წინააღმდეგ ამ სეზონში ამდენი მომენტის და ხიფათის შექმნა.